2002 წელს მე და ჩემს ძმამ გადავწყვიტეთ გაგვეშენებინა ვენახები. განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ ქართულ იშვიათი საღვინე ყურძნის ჯიშებზე. ხოლო 2013 წელს უკვე დავიწყეთ ღვინის წარმოება და დღეს შეიძლება თამამად თქვა, რომ ჩვენი ღვინოები როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ წარმატებით იყიდება. ჩვენი ვენახები არის 17 ჰექტარზე და აქედან არის ძალიან ბევრი ქართული მივიწყებული ვაზის სახეობა. 14 სახეობისგან უკვე ვაყენებთ და წარმოებაში გვაქვს ღვინოები, ხოლო გვაქვს კიდევ სხვა ჯიშები, რომლებსაც აქვს მხოლოდ ექსპერიმენტალური ხასიათი. წელიწადში დაახლოებით 50,000 ფოთს ვაწარმოებთ. ჩვენი ძირითადი ბაზარია ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ევროკავშირის ქვეყნები და უკრაინა. ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია განსაკუთრებით ქართულმა ქარვისფერმა ღვინოებმა, რომელიც კახური ტრადიციული ტექნოლოგიით მზადდება ქვევრში. და ეს მე ძალიან მახარებს, რადგან ჩვენი ძირითადი მიმართულება მეღვინეობის არის სწორედ ქვევრში ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენება ღვინის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 2 წლის მანძილზე მივიღეთ სხვადასხვა ფესტივალებზე და გამოფენებზე მონაწილეობა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბოლო ამ შემოდგომის ქართული ქარვისფერი ღვინოების ფესტივალი, რომელიც პირველად ნიუ-იორკში გაიმართა და ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ქარვისფერმა ღვინოებმა ძალიან დიდი ყურადღება დაიმსახურა ამერიკის ბაზარზე. გაზრდას ვაპირებთ ოღონდ არა ძალიან ბევრად, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ რაოდენობის გაზრდა პირდაპირ კავშირშია ხარისხთან და გვინდა დავრჩეთ საშუალო ზომის ღვინის საწარმოდ. ზუსტად ვიცი, რომ ქართული ღვინო ძალიან მალე მიიქცევს ყველას ყურადღებას და იქნება მსოფლიოში საუკეთესო ადგილზე.